მე ვარ რატი ჭაღალიძე 10 წლის. ვსწავლობ ფერის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი, სიმღერა და კითხვა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ფეხბურთი. უკვე წელიწად ნახევარია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ვესტ ჯორჯია არის ძალიან კარგი გუნდი, კარგი გარემოა და კარგი მწვრთნელები და კიდევ ძალიან ბევრი სტადიონი აქვს. მე ვთამაშობ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი მარჯვენა ფლანგზე შეტევაში, მაგრამ ვერ მივდექი და გადავწყვიტე ცენტრში გადმოვსულიყავ. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა გოლის გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 100-ზე მეტი გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ჩემმა გუნდელმა გამიკეთა მარჯვენა პასი, მე გადავწყვიტე რომ ამეგდო ბურთი ჰაერში და ჰაერში დამერტყა, დავარტყი და კიდევაც კარგი მარჯვენა ცხრიანი გავიტანე. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი ვარ. გამოსასწორებელი მაქვს პასების დროულად მიკეთება. ვესტ ჯორჯიაში ჩემი მწვრთნელებია თორნიკე ბურკაძე და ეინერ თებიძე. თორნიკე მასწავლებელი ძალიან კარგად თამაშობს, ძალიან კარგადაც ურტყამს და ძალიან ხალისიანია. ეინერ მასწავლებელი კი ძალიან ხიარულია, ძალიან კარგად თამაშობს, ძალიან უყვარს ბავშვებთან თამაში და ჩვენს ასევე ძალიან მოგწონს მისი თამაში. გამიმართლა რომ ორივე მწვრთნელი ძალიან პროფესიონალია. უკვე მქონდა 6 შეჯიბრება და ყველაზე კარგად დამამახსოვრდა და შავ ზღვასთან თამაში. იმიტომ რომ მაგ თამაში გავიტანე 2 გოლი, ძალიან ამაყად ვიყავი, ყველა მომხდევდა. ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან 4-3-ს ვაგებდით, მაგრამ შეგვეძლო რომ გაგვეთანაბრები ან საერთოდ მოგვიგო, მაგრამ ბოლო წუთებზე სამწუხაროდ გაგვიტანეს კიდევ 1 გოლი და წავაგეთ. მიუხედავად წაგებისა და დრამატული მატჩისა, ვიყავით ძალიან გამორჩეული. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი და საყვარელი გუნდია ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 8 ნომრით. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 39 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ფეხბურთის მწვრთნელი. სიამოვნებით ჩავიბარებ და გავწვდნი ვესტ ჯორჯიას. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მომღერალი. სიმღერა ახლა ძალიან მიყვარს. დღეაც ძალიან უყვარს რომ ვღერი და ძალიან გულშემატკივრობს. ჩემი საყვარელი სიმღერაა გულშემატკივრების სიმღერა საქართველოს. საქართველო, ჩემო ერთადერთო. დიდი სიამოვნებით ვისწავლდი გიტარაზე დაკვრას. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ კარგი დამრიგებელი მყავს, კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია რატი ცეცხლაძე. ყველაზე მშვიდიად მარიამ დუმბაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია თეკლა თუმანიძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე სიმპათიური. მეყვარებული არ მყავს, იმიტომ რომ ჯერ ჩემი მოსაწონი გოგო არ შემხვედრია. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 24 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის და დიდის. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი მარიამ შერვაშიძე. ის არის ძალიან ბედნიერი, ლამაზი, მხიარული და მან ძალიან ბევრი სითბო გვაჩუქა. ბედნიერი იმიტომ მგონია რომ ძალიან ბევრი ღონისძიება გაგვიკეთა, ძალიან ბევრჯერ ლიცინის, ძალიან ხიარული არის და აი ამიტომაც. ახლა მინდა რომ ვიყო 17 წლის, იმიტომ ვიქნები დამოუკიდებელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი 2 ძმა, ბაბუა და ბებია. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 11 წლის და ქვია ლევანი. ის არის ცელკი, ნერვების მომშლელი, მაგრამ ხიარულია. ნერვებს მისლის, როცა სიმართლეს ვეუბნები და ის არიჯერებს. ჩემი აზრით ლევანი რო გაიზრდება, გახდება წარმატებული ფეხბურთელი. მეორე ძმა არის 1 წლის და 3 თვის. და მას ქვია გუგა. გუგა არის მხიარული, ძალიან დიდია. დედაჩემს უნდა რომ ის შევიდეს კალათბურთში და ძალიან ხშირად იცინის. თავის ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანია. გუგა ალბათ გამოვა კალათბურთელი. მიყვარი ოჯახის მოყვარული, მხიარული, ხმილიანი. არის ვაჟკაცი და არავისი არ ეშინია. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ ძალიან ბევრ საჩუქრებს ჩუქნის, ძალიან ბევრ ადგილას ყავს და ძალიან კარგ სიტყვებს ეუბნება. მამა ჩემი არის სამაგალითო ჯენტლმენი ადამიანი. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, მშრომელი, კულინარიის მოსიყვარულე და ძალიან სითბოიანი. თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ტოსტი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ჰამბურგერს. ჭაჯოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დედაჩემს აუსრულებ ერთ ნებისმიერ სურვილს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი მამაჩემთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 6.
ბედნიერება არის, რომ ჩემს სახელგვარს ვასახელებ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.